ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე კახეთის რეგიონში დედოფლის წყაროსა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში მიმდინარე და დასრულებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს ადგილზე გაეცნო. დედოფლის წყაროში მიმდინარეობს დალის სათავე ნაგებობის მოდერნიზაცია. გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია თანამედროვე უკუოსმოსის სისტემას აშენებს, რომელიც წყალს სრულ გაწმენდის ციკლს გაივლის და საათში დაახლოებით 300 კუბურ მეტრ სუფთა წყალს უზრუნველყოფს. პროექტის ღირებულება 6 მილიონ ლარს შეადგენს. ქალაქში ასევე მიმდინარეობს 650 მოსწავლეზე გათვლილი თანამედროვე სტანდარტების ნომერი პირველი საჯარო სკოლის მშენებლობა, რომლის ღირებულებაც 16 მილიონ ლარამდეა. გარდა ამისა, დაგეგმილია საფეხბურთო ტექნიკური ცენტრის და ხელოვნურ-საფარიანის სტადიონის მშენებლობა 300 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნით. სოფელ სამრეკლოში აშენდება 75 ბავშვზე გათვლილი ახალი საბავშვო ბაღი. დასრულებულ და დაგეგმილ პროექტებს მინისტრი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტშიც გაეცნო. სოფელ მსხალგორში 50 ბავშვზე გათვლილი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა უკვე დასრულდა. სოფელ ყარაჯალაში სრულად განახლდა 150 მოსწავლეზე გათვლილი სკოლა. ლაგოდეხში ასევე იგეგმება მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსის მშენებლობა აუზებით, ფიტნეს და სატრენაჟერო დარბაზებით, სამედიცინო და ფიზიოთერაპიის სივრცეებით. სოფელ ჭაბუკიანში აშენდება საფეხბურთო ტექნიკური ცენტრი და ხელოვნურ-საფარიანი სტადიონი. დედოფლის წყაროს მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს ახალი საჯარო სკოლის სამშენებლო სამუშაოები. სკოლა 650 მოსწავლეზეა გათვლილი და ველოდებით, რომ ივნისის ბოლოს სამუშაოები დასრულდება და ახალი სასწავლო წელი დედოფლის წყაროს მუნიციპალიტეტში ახალ საჯარო სკოლაში გაგრძელდება. ქვეყნის მასშტაბით იგეგმება 50-ზე მეტი ტექნიკური და მულტიფუნქციური ცენტრების მშენებლობა. დღევანდელ დღესაც ჩამოსულები ვართ იმის, რომ დავათვალიეროთ დედოფლის წყაროში დაგეგმილი ტექნიკური ცენტრის მშენებლობა. შემდეგ ლაგოდეხში, სადაც ასევე დაგეგმილია ტექნიკური და მულტიფუნქციური ცენტრების მშენებლობა. აქტიურად მიმდინარეობს დღეს სამუშაოები, ყენდება ახალი გამწვენების სისტემა, რომელიც უახლოეს პერიოდში დასრულდება და ჩვენ უკვე შევძლებთ, რომ დედოფლის წყაროს მუნიციპალიტეტს ხარისხიანი სასმელი წყალი მივაწოდოთ. ასევე დავათვალიერეთ ყველა ის ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელსაც სამინისტრო და მისი საქვეუწყებო ორგანიზაციები ახორციელებენ. ამ ორ მუნიციპალიტეტში ყველგან სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.